ეხლა კითხვა არის, ეს კითხვა მეც მაწუხებს და სულ. იმიტომ რომ ადამიანმა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება, თორე ანალიზებში თუ გაფუჭდა საქმე, ესე იგი შორს დასულია. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში. ავიღე ანალიზი და ვითომ ყველაფერი წესრიგში მაქვს. მაგრამ ჭირს უჰაერობა, ძვლები მტკივა, ფეხები მისივდება კოჭებში და ანალიზები კარგია. ხო, ნუ ჯერთი რა ანალიზები. ესეც ბევრს გონია რაღაც ანალიზი. სისხლის შარდი რა. არა ეგრე არა, იქ ბევრი სხვა ანალიზია როცა ამ დროს. ყველა ვარიანტი იმიტომ ინიშნება ჰომას ინდექსი, გლიკოჰემოგლობინი, ინიშნება თქვა ავტოიმუნური დაავადებების დამახასიათებელი რაღაცები და ქვეყანა რაღაც. ანუ ადამიანს გონია თუ სისხლის საერთოდ შარდის საერთოდ გაიკეთებს, იქ უნდა ყველაფერი გამოიჩინოს. ყველაფერი არ ჩანს. ამიტომ თუ ანალიზები რაღაცა გაიკეთა და იქ არაფერი თქვა დარღვევა არ გამოჩნდა, ეს არ ნიშნავს რომ დარღვევა არ არსებობს და სხვა ანალიზებში არ გამოჩნდება. ეს ერთი. თუ ყველა სასჭირო ანალიზი გავაკეთეთ და ყველაფერი რიგზეა, მაშინ უნდა დავადგინოთ ეს საიდან მოდის და შეიძლება არ არის აუცილებელი ყოველთვის რაღაც სიმპტომი იყოს, აი არის უკმარისობა და რაღაც, ეს შეიძლება კლიმატურ სიტუაციასაც ძვლები, ფეხები მისივდება კოჭებში, ანუ პრობლემაა. ხო, ესე დასადგენია მიზეზი. იმიტომ რომ თუ ფეხები უსივდება დილის საათებში, გაიგოდეს, ყველა ვარიანტი სჭირდება თირკმლის და თქვათ გამოკვლევა, სპეციფიური გამოკვლევები იგივე თირკმლის კრეატინინი, შარდოვანა შეიძლება გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე დადგინდეს, შარდის საერთო ანალიზი იქ უნდა ვნახოთ, ალბომი კრეატინინი შეფარდება და ქვეყანა რაღაცებია, ხო? ანუ როდესაც შეშუპება მიდია დილის საათებში, ეჭვგავთ თირკმლზე. თუ გვაქვს საღამოს საათებში, მაშინ შეიძლება პირიქით გულია გამოსაყრელი არ იყოს, თქვათ მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, ან სარკმლის რა? თუ სულ გასიებულია ფეხები დილასაც საღამოს. მაშინ შეიძლება ოსმოსური წნევა შეცვლილი და აქ უკვე შეიძლება ჰემატოლოგის კონსულტაცია იყოს საჭირო. ანუ ყველა ვარიანტში პირველი რაც უნდა გაკეთდეს, დაწვრილებით არის გამოსაკუთრებული პაციენტი, იმიტომ გვჭირდება კონსულტაციაზე, რომ ასე ზედაპირულად ვერ ვიტყვით. ხო, ბევრი ფაქტორი არსებობს და დასადგენია კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი, სხვა აქვს სერიოზული სტრესები, იმიტომ რომ ჩვენი კორტიზოლი ძალიან ბევრ რაღაცას განსაზღვრავს და ასე შემდეგ, ხო? ხო და ჩემი დასკვნა, ესე იგი სიმპტომს უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება და ვიდრე ანალიზი, ხო, იმიტომ რომ ანალიზი, თქვათ, თირკმელთან დაკავშირებული ზღვის ფუნქციებს გაკეთებს, შეიძლება არ გამოგიშთეს. თუმცა არის ანალიზი, თქვათ, ჯეჯეტე, რომელიც ვიზლის და თირკმლის დამოკიდებულებას ასაჩვენებს და ამ ერთი ანალიზი შეიძლება ორივე მდგომარეობის ზოგადი სიტუაცია წარმოიდგინოს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს ანალიზი სწორად უნდა დაინიშნოს. სიმპტომიდან გამომდინარე. აი ბევრი მეკითხება რომ თქვენთან სანამ კონსულტაციაზე მოვალ, რა ანალიზები გავიკეთო ეს წამოიდა, არ ვიცი ვერ უნდა. იმიტომ რომ სანამ არ მოხვალ და არ გამოკითხავ და არ გავიგებ რა მჭირდება ვერ გეტყვი. და როცა გავიგებ რა უნდა დავაიხე დიაგნოზის დასაზუსტებლად ჭირდება რაღაც ანალიზები და წინასწარ გულთვის არ ხვალ რომ მე რა ვიცი რა გჭირდება. ხო არა, ამას ეთყობა ექიმის მითითებით აქ გაკეთებული, იმიტომ რომ ხო, მე კიდე ცალკე საკითხია ხო ამაზე არ გავჩერდები. ხო, ხანდახან არის რომ სიტყვაზე გლანდების პრობლემას პროქტოლოგს ეკითხებიან და არ ვირიქით, ხო? ანუ პროქტოლოგია ეს არის ვიცი. ხო და ის კიდე ყურის ექიმი, ასე რომ არ შეიძლება ყურის ექიმს პროქტოლოგიის საკითხებზე ესაუბრო პირიქით. ყველას თავის სპეციალისტი ყავს. ეხლა თუ სხვა სპეციალობის ადამიანმა რაღაც ანალიზები, იმათ თავის მოსაზრება ის რაც თავის მხრივ დაინახა შეიძლება ის დაუნიშნა.